პარტიის წევრები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები ოპერაცია ენვერის მუხროვანისა და ყინწვისის ამბოხის მონაწილეები ჯაშუშობაში ბრალდებულები დღეს ძველით ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდებიან. მათ შორის არის ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე და 21 წლის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე გიორგი ზერეკიძე. ნახეთ ვასილ დაბრუნდაშვილის რეპორტაჟი. ოვაციები, ცრემლები და თავისუფლების სიხარული. ციხის კარები დღეს ერთდროულად სასჯელ აღსრულების 13 დაწესებულებაში 190-მდე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირისთვის გაიღო. ყველაზე მეტი პატიმარი გლდანის მერვე საპყრობილედან და ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებული პატიმრები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში მათი დაკავების და წამების სამსახურ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებენ. მე მგონი მეორე დაბადება. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. 50 წლისა მეორე დაიბადა. რამდენი ხანი იყო? 3 წელი და 7 თვე. და რა ბრალდებით იყო? ჩემი გამოყენება უნდათ კობა ოთანაძის წინააღმდეგ რუსეთის ჯარის პოლკოვნიკი ვარ. რომ უნდა მიმეცა ჩვენება, ვითომ ოთანაძე და მუხროვანის ხალხი რუსეთის დახმარებით აკეთებდა მთავრობის დამხობას. უახლოეს დღეებში ჩვენ გავდებთ იმ საბუთებს ყველაფერს, რამაც გამოიწვია ჩვენი პატიმრობა და როგორ მონაწილეობდნენ ის თანამდებობის პირები ჩვენს არა მარტო დაკავებებში, არამედ ფიზიკურად წამებებში. ჯაშუშობაში ბრალდებული მფრინავები და ენვერის სპეცოპერაციის მონაწილეები გლდანის მერვე საპყრობილედან გათავისუფლდნენ. ეკა ბესელიამ კი ციხიდან 7 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული უკვე ყოფილი პატიმრები გამოაცილა. აი აქ არის ჩემს გვერდით მარლენა ადირაძე, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ზის ციხეში. ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარია. აი ეს არის ივან ჩიღვინაძე, რომელიც ოპოზიციის გვერდით იდგა სულ ეს წლები და ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტპატიმარია. და ეს ყველა ეს ადამიანი არის უკანონო დატყვევებული მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღევანდელი დღე არის ისტორიული, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, შეიძლება ითქვას, რომ დამთავრდა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება, ამ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოსოციალური, სამედიცინო რეაბილიტაცია, ასევე ყურადღება სჭირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ, იგივე მსგავსი ბრალდებებით. თითქმის 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე. ფეხბურთელს გულშემატკივრები ციხის კართან შეძახილებით შეხვდნენ. ნომერ მე-12 დაწესებულება დემეტრაძესთან ერთად ზურაბ ნოღაიდელის ყოფილმა თანაპარტიელებმაც დატოვეს. ყველა პატიმრისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, ვინც თავისუფლდება. იმედი მაქვს დანარჩენების გამო, იმიტომ ბევრი ავადმყოფი და ბევრი უდანაშაულო ადამიანია, იმედია რომ გამოვლენ. პირველი ადგილი, სადაც ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები ერთმანეთს შეხვდნენ, სამების საკათედრო ტაძარი იყო. პატიმრებს შორის არის თორნიკე მოლაშვილიც. პოლიტპატიმრები ტაძარში პატრიარქის წირვას და ქადაგებას დაესწრნენ. დამთავრდა ჯოჯოხეთი, ხალხი გამოვიდა. გაიღიმა საქართველოს მთლიანად, განა 1 ოქტომბერსაც მოხდა იმით გაიღიმა საქართველოს რა და გადარჩა საქართველოს და ყველა სულოცავ ამას. ამაში ამოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ საქართველოს პატრიარქს. თელ საქართველოს მიულოცოთ და აი ეს არის და ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა ციხეებში ვიჯექით, ასე ვიყავით შეთანხმებული, რომ აი ეს ხალხი სულ ყოველ შემთხვევაში თბილისის და რუსთავის ციხეებიდან გამოსული აქ შევიკრიბებოდ. პირველად მოხდა, როცა ხელისუფლებამ აღიარა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები არიან ქვეყანაში, გაათავისუფლა ისინი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება წერტილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას ამ ქვეყანაში წერტილი, ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას და ადამიანების დაპატიმრებას. საპყრობილე 21 წლის გიორგი ზერეკიძემაც დღეს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. გათავისუფლებულთა შორის ის ყველაზე ახალგაზრდაა. სასამართლომ 14 წლის გიორგი ზერეკიძეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში მან განზრახმკვლელობისა და თაღლითობის ბრალდებით 7 წელი გაატარა. ვაპირებ მე, რომ სამართლიან სასამართლოს შევიტანო სარჩელი და მივცე პასუხისგებაში ის პირები, რომლებიც უშუალოდ დირექტივებს გასცემდნენ ჩემ საქმეში, მამაჩემის საქმეში და ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც უხეშად ერთვებოდნენ ზერეკიძეების ოჯახის საქმეში. ფართომასშტაბიანი ამნისტიის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა. საერთო ჯამში ამნისტია 17,000-მდე პატიმარს შეეხება. აქედან 3,000 გათავისუფლდება, დანარჩენს კი სასჯელი გაუნახევრდება.